მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მკვეთრად დასავლური კურსი აიღო და ევროატლანტიკურ სისტემაში გაწევრიანებისაკენ მიდიოდა, სომხეთმა მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან ერთად საქართველოს შეუერთდა დსთ-ს, ანუ რუსეთის მიერ მართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, საქართველოს ხელშეკრულება 1999 წელს აღარ განაახლა და 2006 წელს დსთ-ს თავდაცვის მინისტრების ჯგუფი ოფიციალურად დატოვა, რადგან ეს აღარ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან. ერევანმა კი პირიქით, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა მოსკოვთან და 1995 წელს რუსეთმა 102 სამხედრო ბაზაც განათავსა გიუმრიში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ტრანსკავკასიური ძალების ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს და სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს. მაგრამ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი მაინც ყარაბაღის კონფლიქტს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თითქოს ნეიტრალურ როლს ასრულებდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ბევრისთვის აშკარა იყო, რომ მოსკოვი უფრო ერევნის მხარეს იხრებოდა, რაც იარაღის მიწოდებაშიც გამოიხატებოდა, თუმცა რუსეთმა აზერბაიჯანისათვის დაიწყო იარაღის მიწოდება 2010-იან წლებშიც. ყარაბაღის კონფლიქტმა სომხეთს პრობლემები შეუქმნა მეზობელ თურქეთთანაც, რომელიც აზერბაიჯანის მჭიდრო მოკავშირეა და მის მხარდასაჭერად სომხეთს ეკონომიკური ემბარგოც დაუწესა 90-იან წლებში. ამან სომხეთს მოსკოვისაკენ გადახრისაკენ კიდევ უფრო უბიძგა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე. 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციამ და შემდეგ 2004 წელს უკრაინაში ნარინჯისფერმა რევოლუციამ მოსკოვში გააჩინა იმის შიშიც, რომ სომხეთიც მოისურვებდა პროდასავლური კურსის აღებას და ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთიდან მუდმივად მოდიოდა ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი 2009 წელს მაინც შეუერთდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომელშიც საქართველოც ამ დროიდან მონაწილეობს, 2013 წელს სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებაზე და შეუერთდა რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს. 2017 წელს სომხეთმა მაინც გააფორმა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, თუმცა რუსეთს ამ დროს უკვე გამყარებული ჰქონდა სომხეთში გავლენები, რაც 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად შეიცვალა.